მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დღეს ვისაუბრებთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც შეეხება თურქეთის მიერ პრაქტიკულად მომზადებას გარკვეული სპეციალური ოპერაციის ირანის ტერიტორიაზე. სხვადასხვა წყარო, მათ შორის თურქული გამოცემები, ისევე როგორც საერთაშორისო ზოგიერთი გამოცემა, ადასტურებს, რომ თურქეთის პარლამენტი, ამავდროულად თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხედრო უწყება განიხილავენ ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობას ირანის ტერიტორიის შიგნით, მაგრამ სინამდვილეში ეს საკითხი არ არის ასეთი მარტივი. ჯერ ერთი ეს არის 560 კილომეტრიანი სასაზღვრო ზონა. გარდა ამისა, რა მიზანს ემსახურება ეს, რა შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს და რეალურად რას უკავშირდება. ერთი მხრივ თურქეთი ოფიციალურად აცხადებს, რომ ეს არის დაკავშირებული შესაძლო დევნილების ნაკადთან, რომელიც შეიძლება მოხდეს სწორედ შეერთებული შტატების და ირანის ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში და კერძოდ თურქეთი შეწუხებულია, რომ შეიძლება განმეორდეს ის სცენარი, რომელიც თავის დროზე მოხდა სირიაში, როდესაც დაახლოებით 4 მილიონი სირიელი დროებით, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით დასახლდა თურქეთის ტერიტორიაზე. აქ უნდა ვიყო გულწრფელი და გითხრათ, რომ შემთხვევა თვლად ასეთი არ არის, როგორც ცდილობს თურქეთი ამის წარმოჩენას, სინამდვილეში იქ სხვა დინებებიც არის ცხადია. მაგალითად, თურქეთს, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებს თურქეთი, რომ არ აწყობდა ეს დევნილების ამბავი და პრობლემური არის მისთვის, სინამდვილეში კი ნაწილობრივ პრობლემური გახდა. სიმართლეა ეს და ეს მათ შორის ინფლაციურ მონაცემებზე და ეკონომიკურ პრობლემებზეც აისახა. თუმცა რეალურად თურქეთს ეს აწყობდა და აწყობდა ბევრი სხვა მიზეზის გამო. პირველი, ეს უკავშირდებოდა იმას, რომ ამ მოქალაქეების თურქული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სამოქალაქო აზროვნების სივრცეში მოაქცია ისევ ეს არაბული მოსახლეობა და თურქეთისთვის ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მისი იმპერიის განუყოფელი ნაწილი იყო სირია და შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილიც კი, ყველაზე ახლოც გარკვეულწილად. თურქეთის შემდეგ ყველაზე ასეთი პირდაპირ ვთქვათ, ოსმალეთის იმპერიის ტერიტორია ეგრევე გახსენდება სწორედ სირიის ტერიტორია. ამიტომ თურქეთს ჰქონდა ეს ნეო-ოსმალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. გარდა ამისა, პრაგმატულადაც ამით შეძლო თურქეთმა ამ მოქალაქეების შემდეგ დასახლება სასაზღვრო ზონაში, სწორედ სირიის და რეალურად თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთების და სირიის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთების გაყოფა ერთმანეთისგან არაბული მოსახლეობით, რომელიც გაცილებით უფრო ლოიალური გახდა თან ამდენი წლის მერე თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობთ. ხო, იქ აღარ ვიტყვი იმას, რომ როცა ვინმე ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, არის ალბათობა იმისა, რომ თურქულ სპეცსამსახურებთან დაეწყოთ თანამშრომლობა, გავლენები, მოკლედ, საკმაოდ ფართო თემა, ანუ გარდა ამისა, თურქეთი ამ დევნილების საკითხს იყენებდა, მათ შორის საბერძნეთის და ასევე ევროპის წინააღმდეგაც, როგორც ასეთ სავაჭრო თემას, მოკლედ და ბევრი ბენეფიტი, ფული მიიღო ამის სანაცვლოდ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ როდესაც თურქეთი აცხადებს, რომ ირანის დაშლის შემთხვევაში პრობლემური შეიძლება იყოს მსგავსი პროცესები ირანში და დევნილების საკითხის აღკვეთის მიზნით უნდა ირანში შეჭრა თურქეთს, ამზადებს ასეთ კონკრეტულ გეგმებს, ეს ბოლომდე გულწრფელი სინამდვილეში არ არის. და აქაც სირიის პარალელი არის, მაგიტომ მოვიყვანე ის მაგალითი. თურქეთს ესმის, რომ პრინციპში ნებისმიერ ასეთ გადასახლებას, რა თქმა უნდა, იქნებოდა ტვირთი, მაგრამ ამავდროულად ამის საფარქვეშ ამ ტერიტორიებზე ბუფერული ზონის შექმნა არის უზარმაზარი შესაძლებლობა. რა მომენტში? პირველი, ეს არის ქურთული მოსახლეობა იქ. ანუ უნდა პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ტერიტორიები სასაზღვრო რეალურად არის დაკავშირებული უშუალოდ სწორედ ქურთულ მოსახლეობასთან. და ქურთებს მან გააჩნიათ ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია PGAK.
და ეს ორგანიზაცია თურქეთის მტკიცებით არის ასე იგი ქურთული მუშათა პარტიის გაგრძელება. ახლა პირდაპირ ვთქვათ და გულწრფელად თვლად ასე არ არის, მაგრამ თურქეთს სურს რომ ნებისმიერი ქურთული ორგანიზაცია შეიარაღებული შეაფასოს როგორც აი მუშათა პარტიის გაგრძელება და მუშათა პარტიას ტერორისტებად მიიჩნევს და აი ერთნაირად ფუთავს ყველაფერს მოკლედ, იმიტომ რომ თურქეთისთვის ნებისმიერი ქურთული შეიარაღებული დაჯგუფება არის პრობლემა პოტენციურად. სწორედ ამიტომ, ახლა როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ირანში მოვლენების პარალელურად იქ ქურთები საკმაოდ აქტიურობენ და ეს არის პრინციპში სიმართლე და კონკრეტული მაგალითიც, ამის ერთადერთი ამ შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვანია და თურქეთისთვის არის მათ შორის ქურთების მათ კონტროლი. ჩვენ თქვენთან ერთად ბოლო პერიოდში ვისაუბრეთ თურქეთის ოპერაციებზე სირიის ტერიტორიაზე, საკმაოდ დეტალურად იანვრის თვის განმავლობაში განვიხილავდით აი ამ მოვლენებს. შემდეგ უკვე პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ერთი ვიდეოს ფარგლებში, მაგრამ დეტალურად მიმოვიხილეთ თურქეთის შესაძლო სამხედრო ოპერაცია უკვე ერაყის ტერიტორიაზე, შეგიძლიათ ეს ვიდეო იხილოთ ასევე გვერდზე. და რეალურად ახლა ვხედავთ, რომ თურქეთს აქვს განზრახვა, რომ ქურთების საკითხი მოაგვაროს უკვე ირანის ტერიტორიაზეც, თუ ირანის სახელმწიფოს დაიწყებს დაშლას. ანუ პრაქტიკულად მთელი რეგიონში მცხოვრები ქურთების გავლენის და კონტროლის ქვეშ აყვანაზე არის საუბარი. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმას, რომ თურქეთს სურს აღკვეთოს ნებისმიერი წინააღმდეგობა ქურთული მოსახლეობისგან, რომლებიც რაოდენობრივად 30-40 მილიონი არიან, სახელმწიფო არ გააჩნიათ, მაგრამ უზარმაზარი ტერიტორია და რესურსი გააჩნიათ. და ბუნებრივად არიან ამერიკის და ისრაელის მოკავშირეები, მათი ინტერესები ემთხვევა. სწორედ ამიტომ თურქეთი პრაქტიკულად აი მიზანში აქვს აყვანილი თურქეთს ბოლო კიდევ ერთი ბასტიონი, ეს არის სწორედ ირანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთები. თუმცა, მოდით პირდაპირ ვთქვათ ასევე, რომ როდესაც 2025 წლის ივნისში იყო სამხედრო მოქმედებები, თურქეთი იმ დროსაც აქტიურობდა და აწვდიდა სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მათ შორის აწვდიდა ინფორმაციას სადაზვერვოს ირანს, იმისთვის, რომ ირანს აღეკვეთა აი ამ ქურთული ძალების იქ მოქმედება ამ პერიოდში, იმიტომ რომ ეს ქურთული ძალები თვლად ლოიალურები არ არიან ირანის მიმართაც. და ამიტომ გარკვეულწილად ერთობლივი პრობლემა შეიქმნა უკვე ქურთების საკითხი თურქეთის და ირანისთვის. მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის სინამდვილეში ერთადერთი საკითხი. ჯერ უნდა გავიაზროთ, რაზე არის საუბარი, ხო? ბუფერული ზონის შექმნისთვის დღეს თურქეთი აკონტროლებს მთლიანად აი ამ სასაზღვრო ზონას 560 კილომეტრი. იქ არის კედელი აშენებული, არის სპეციალური კონსტრუქციები, ასეთი ბარიერები შექმნილი, არის დრონებით ამ ყველაფრის მეთვალყურეობა და ანალიზი და სადაზვერვო ასეთი ინფორმაციის მიღება და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, იმიტომ რომ თურქეთს სურს შექმნას პლაცდარმი სწორედ ირანის ტერიტორიაზე, მაგრამ ქურთების საკითხის მიღმა არის კიდევ ერთი საკითხი. ეს არის ირანის აზერბაიჯანელები ან ირანის თურქულენოვანი აზერი მოქალაქეები, ხო? ეს საკითხი ბოლომდე ნათელი არ არის, სხვადასხვა ხედვა არსებობს, ხო? აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ ეს ხალხი აზერბაიჯანელია. თვითონ თავს ნაწილობრივ თვლიან აზერბაიჯანელად და ნაწილობრივ არ თვლიან, მოკლედ. ნაწილი თვლის, რომ არ არიან აზერბაიჯანელები და არიან ცალკე რაღაც ეთნიკური ჯგუფი აზერი, რომელიც გარკვეულწილად თურქულენოვანი კი არიან, მაგას არ უარყოფენ, მაგრამ ირანის სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ, ისტორიულ ველში იმყოფებიან. მათი რაოდენობა არის 10-დან 25 მილიონამდე. და ეს ტერიტორიები არის ირანის პროვინციები აღმოსავლეთ აზერბაიჯანი, დასავლეთ აზერბაიჯანი, არდებილი, ზენჯანი.
და ამ ტერიტორიებს ხშირად აზერბაიჯანში და თურქეთში, აზერბაიჯანს რომ ვამბობ, სახელმწიფოს გულისხმობ, ცხადია, მოიხსენიებენ როგორც სამხრეთ აზერბაიჯანი. აა რეალურად უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი დაძაბულობის ფონზე, რომელიც იქმნება აზერბაიჯანსა და ირანს შორის, აზერბაიჯანული სახელმწიფო მედია, მათ შორის მაგალითად კალიბერაზი, კარგად მახსოვს, აქვეყნებს სხვადასხვა სტატიას, სადაც მოუწოდებს ირანის აზერბაიჯანელებს აჯანყებისკენ ან მოუწოდებს დამოუკიდებლობის მიღებისკენ. ზოგადად პანთურქული რიტორიკა საკმაოდ აქტიურია ამ კუთხით და პანაზერბაიჯანულიც. კერძოდ, მაგალითად გავიხსენებ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ბაქოში გამართული აღლუმის დროს, რომელიც ერთად მიიღეს ილჰამ ალიევმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ერდოღანმა წაიკითხა ლექსი, ხო, სწორად ალბათ პოემა არ არის, მგონი ლექსია, ან ნაწყვეტი პოემიდან, სადაც საუბარია იმაზე, რომ არაზის მდინარით, ანუ ჩვენთვის არაქსი ცნობილი, თვითონ ასე უწოდებენ, არაქსის მდინარის მიერ გაყოფა აზერბაიჯანის არის ხელოვნური. და ამან გამოიწვია სინამდვილეში ძალიან სერიოზული დიპლომატიური სკანდალი იმ დროს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო ძალიან უკმაყოფილო, დაიბარეს თურქეთის ელჩი, ასე შემდეგ. საინტერესო არის, რომ იმ დროს იენი შაფაკი, თურქული გაზეთი ამას წერდა, რომ ირანი ცეცხლს ეთამაშება 35 მილიონიანი თურქები ირანის ტერიტორიაზე, ანუ ნახეთ რაოდენობა 10 თქვი 25, ანუ ზუსტი არ ვიცი 10-დან 25-მდე და თურქეთი აქ ამბობდა 35. ანუ კიდევ უფრო დიდი რაოდენობა, რომ 35 მილიონი თურქი ფეხზე დადგება იმის გამო, რომ სომხეთში იარაღის მიწოდება ხდება ირანის გავლით. მოკლედ ეს თემა ასე ვითარდება, განსაკუთრებით ანალიტიკურ წრეებში ბაქოში და ანკარაში განიხილავენ, რომ სამხრეთ აზერბაიჯანი არის თურქული ერის განუყოფელი ნაწილი და ცხადია ირანი, თეირანი ამას განიხილავს როგორც საფრთხეს ტერიტორიული მთლიანობისკენ მიმართ, მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ნებისმიერი პროცესი სამხრეთ აზერბაიჯანის ბჭყალებში გაერთიანების აზერბაიჯანთან იქნებოდა პრობლემური. პირველ რიგში დემოგრაფიული კუთხით, სულ რომ დავუშვათ, რომ 20 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს იქ, აზერბაიჯანში 10 ცხოვრობს და ეს ილჰამ ალიევის ხელისუფლებისთვის უზარმაზარი პრობლემა იქნებოდა. გარდა ამისა, კულტურული გაგებითაც ეს აზერბაიჯანელები სხვანაირები არიან, კერძოდ ორენოვანი არიან, ირანულს და აზერბაიჯანულს ფლობენ ერთდროულად, ესე იგი, ლათინური წერილის ნაცვლად, ანუ ლათინურად არ წერენ მოკლედ და წერენ როგორც აზერბაიჯანში არის ეს, არამედ არაბული ასოებით, ანუ სპარსულად, რეალურად და იცით რომ სპარსული და არაბული გადაბმულია პრაქტიკულად და შესაბამისად სპარსული კულტურის დიდი გავლენა გააჩნია. გარდა ამისა, ძალიან ბევრი იქ არის რელიგიურად ერთგული ისლამური რესპუბლიკის იდეებს, ანუ შიიტური განხრით ხედავენ პროცესებს, გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე აზერბაიჯანში, სადაც რელიგიას არ აქვს დიდი როლი. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი იქედან, ირანიდან, აი ეს აზერი მოსახლეობა არ არის სომხების მიმართ მაგალითად ნეგატიურად განწყობილი და სხვა პრიზმით უყურებს, საერთოდ ირანული პრიზმით უფრო უყურებს ამ პროცესებს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეხლა თურქეთის ოპერაციის შემთხვევაში რაზე ვსაუბრობთ, ხო? თურქეთს შეიძლება ჰქონდეს სურვილი, რომ შექმნას ასეთი კონკრეტული კავშირი ბმა სწორედ ამ აზერბაიჯანელებთან. ერთი მხრივ რატომ? რომ არ მოხდეს მათი გასვლა ამ ტერიტორიიდან თურქეთში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აზერბაიჯანის მიერ საზღვარი არის დაკეტილი. თურქეთში რომ არ წავიდნენ, რატომ? იმიტომ რომ თუ წავლენ თურქეთში, ამ ტერიტორიაზე ეს მოსახლეობა არ იქნება და ამ ტერიტორიის დაუფლება, მოდით ასე ვთქვათ, წარმოუდგენელი გახდება გეოპოლიტიკურად. ამიტომ თურქეთმა შეიძლება ასეთი ბუფერის მეშვეობით ხელი შეუშალოს აი ამ თურქულენოვანი მოსახლეობის გაქცევის საშუალებას და ფაქტს. ეხლა ეს საიდან
გვახსენდება მაგალითად. მე პირადად პარალელი მაქვს, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ. ეს რას გულისხმობ აქ, რომ აზერბაიჯანი დიდი ხანია, ბევრი წელია იმ აზერბაიჯანელებს, ვინც საქართველოს მოქალაქეები არიან და უნდათ აზერბაიჯანის მოქალაქეობის აღება, ალბათ ცვლილებაზე არის საუბარი, ანუ პირობითად საქართველოს მოქალაქეებზე უარის თქმა და აზერბაიჯანის მოქალაქე რომ გახდეს და გადასახლდეს აზერბაიჯანში, მაგალითად, თუ აქ ასეთ სურვილი აზერბაიჯანი მოქალაქეობას არ აძლევს. საჯაროდ რაც ვიცით ამ ინფორმაციაზე, ამ თემაზე, ინფორმაცია რაც გაგვაჩნია, არ აძლევს მოქალაქეობას, მისი პოლიტიკა არის რომ დარჩით საქართველოში. ანუ რეალურად ასეთი ხედვა არის. სტრატეგიული, გეოსტრატეგიული, დემოგრაფიული. ასეთივე ხედვა არის ჩემი აზრით იქეთ სამხრეთ აზერბაიჯანის მიმართულებითაც, მათ შორის თურქეთის და აზერბაიჯანის მიერ და ამიტომ აი ამ სამხედრო ოპერაციის მიზანით შეიძლება იყოს ერთი მხრივ ქურთული საკითხის გადაწყვეტა, იქ კიდევ ერთხელ, რაზეც ვსაუბრობ თქვენთან ერთად, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი აზერბაიჯანელების მიმართ იქ თურქულ მოსახლეობის მიმართ პლაცდარმის ჩამოყალიბება. ხო, ამას უნდა დავუმატოთ რა, ძალიან მნიშვნელოვანი ასევე საკითხი, რომ თუ իրანი დაშლას დაიწყებს, რაც არ არის ამერიკის ინტერესებში რეალურად რომ ვთქვათ, ამაზე ახლა ვისაუბრებთ, მაგრამ შესაძლოა ამით თურქეთმა სეპარატისტული იქ პროცესებიც წაახალისოს. და იქ რეალურად on the ground რასაც ქვია, ანუ იქვე ყოფნით, სამხედროების მეშვეობით აი ეს პროცესები წაახალისოს. ეს პანთურქული ხედვა არის, ცხადია. თურქეთს დღეს თურქულ სამყაროსთან, აზერბაიჯანთან და ცენტრალურ აზიასთან კავშირი გააჩნია ორი ქვეყნის გავლით, უბრალოდ ხო, ორი ქვეყნის ამ მომენტში. ანუ პირველი არის საქართველო, თურქეთ-აზერბაიჯანი, აზერბაიჯან-თურქეთი ეს ტრანზიტი. მეორე მიმართულება არის თავად ირანი, სადაც გარკვეული ტრანზიტი გადის, თუმცა უფრო ეკონომიკური. როგორც ვიცით, სამხედრო ძირითადი ტრანზიტი გადის საქართველოს, მაგრამ ამასაც პირდაპირ ვიტყვი, ბოლო პერიოდში რომ შეიქმნა პრობლემები აზერბაიჯანთან ურთიერთობებში, ტრანზიტის მიმართულებით და ასევე სომხეთთან ურთიერთობებში, იქ როგორც ხედავენ ამას, ხედავენ ასე. საქართველოში გაზრდილია რუსეთის გავლენები, შესაბამისად საქართველო აღარ არის სანდო ტრანზიტი ამ კუთხით, რადგანაც მოსკოვს შეუძლია გავლენები. ახლა მოსკოვთან ურთიერთობები როგორ აქვს დაძაბული აზერბაიჯანს, ამაზე პრინციპში ინფორმაცია გაგაჩნიათ, საუბრობთ ამაზე, რამდენიმე ანალიზი მაქვს მომზადებული ამაზე და ეს ნამდვილად გრძელდება მათ შორის, გეტყვით, უბრალოდ ყოველ დღე ხო არ მოვამზადებ მაგაზე ანალიზს, მაგრამ აი გუშინაც იყო ინფორმაცია მაგაზე, რომ სპეცრაზმი შეიჭრა აზერბაიჯანელების სახლებში, როსტოვში მაგალითად და ანუ ეს დაძაბულობა გრძელდება. შესაბამისად, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ დღეის მდგომარეობით, როგორც ირანის მიმართულება თვლად სანდო არ არის, ასევე მათი წარმოდგენით საქართველოს მიმართულებაც გაზრდილი რუსული გავლენის ფონზე არ არის სანდო და სომხური მიმართულება შეიძლება იყოს დროებითი ალტერნატივა განსაკუთრებით ეკონომიკურ ჭრილში. ან შეიძლება სამხედრო გააჩნია მხარეები თუ შეთანხმდებიან და როგორ შეთანხმდებიან, მაგრამ თურქების და აზერბაიჯანელებისთვის საკვანძო და მნიშვნელოვანი რჩება ასეთი სამხრეთ აზერბაიჯანის პროექტი, რომელიც შექმნიდა რეალურ დერეფანს, ასეთი უტყუარ კავშირს თურქებს და თურქებს შორის, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, ანუ იმიტომ რომ ამ პრიზმაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქები ცხადია გასაგებია, აზერბაიჯანელები თურქული წარმოშობის არიან, თავს ერთ ერად მიიჩნევენ თურქებთან და ამ ირანის აზერბაიჯანელების შემთხვევაშიც გარკვეული გასაგებია, ხო, კავშირი, ანუ გინდ აზერბაიჯანთან, გინდ თურქეთთან. სწორედ ამიტომ პარადიგმიდან იქ 20 მილიონი თუ 35-ს ამბობენ, მაგრამ 20 მილიონიც რო დავუშვათ, ესეთი ტერიტორიული ბმა რო შეიქმნას, პრაქტიკულად თურქეთი და აზერბაიჯანი ერთიანდება და საქართველოს და სომხეთის მიღმა. შესაბამისად, ამერიკას და ისრაელს მიზანი არ აქვთ ირანის დაშლა, პირიქით, ამერიკას და ისრაელს აწყობთ პროდასავლური ირანი, ანუ რეზა ფეჰლევის ხელისუფლებით და ხელმძღვანელობით, ხოლო თურქეთს და აზერბაიჯანს აწყობთ ან ასეთი მარგინალიზირებული და სუსტი ანტიდასავლური ირანი, განსაკუთრებით თურქეთს, ან რეალურად
დაშლილი ირანი და არა პროდასავლური ირანი. იმიტომ რომ ამაზეც ვისაუბრია, რამდენიმე ანალიზი მოვაბზადე ამაზე. ირანი არის ასეთი პირველი პრობლემა და ამის ფონზე თურქეთი ისრაელის მიმართულებით საკუთარ გავლენებს ზრდის. სირიაში, ლიბანში, კვიპროსზე, საბერძნეთის მიმართულებით, აფრიკაში, ლიბიაში, ეგვიპტეში, სომალიში, მოკლედ, მთელი ამბები არის მაგაზე, გვისაუბრია, კიდევ ვისაუბრებ სხვა დროს. შესაბამისად, გასაგებია აქ мотиваცია, ამიტომ ირანში, სადაც მოვლენები პრინციპში გრძელდება, იძაბება, უბრალოდ ცხადი არ ვამზადებ ანალიზს, იმიტომ რომ მინდა ხელშესახები იყოს რამე, რაზეც მოვამზადებ, ის რომ გრძელდება მობილიზაცია ძალების, ეს საკმარისი არ არის, ჩემი აზრით, რომ აი ცალკე ამაზე ანალიზი მოვამზადოთ, ახალი ინფორმაცია როგორც კი იქნება, გავაკეთებ. ამის ფონზე პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ თურქეთს აქვს ასეთი პრაგმატული ხედვა და რეალურად განიხილავს აი ესეთი ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობას. რა სიღრმის იქნება ზუსტად არ ვიცით. საქმეც მაგაშია, რომ თუ ირანი დაიწყებს დაშლას, აი სიღრმეც კი იქნება ანკარას გადაწყვეტილება და ეგ რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს იმას, რომ პრაქტიკულად აზერბაიჯანთან პირდაპირ ასეთი დერეფანი ჩამოაყალიბონ ამ ტერიტორიით უკვე, თუ ასეთი პროცესები წინ წავა. ამიტომ შეერთებული შტატების გათვლაც, რომელსაც ეს არ სურს, როგორც ვხედავ, გათვლა აქვს იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე და სწრაფად მოახდინოს რეჟიმის ცვლილება ირანში, რისთვისაც საჭიროა უზარმაზარი დარტყმა, მაგრამ არა ისეთი, რომ სახელმწიფო დაშლა მოხდეს. და ამ მიზნით რეალურად სავარაუდოდ სწორედ ამიტომაც უზარმაზარი მობილიზაცია, რომ უცებ მოხდეს გარდატეხა, იმიტომ რომ ხანგრძლივი პროცესი იწვევს სახელმწიფოს დაშლას. სირიაში სამოქალაქო ომი ხანგრძლივი, ამ ომმა გამოიწვია სახელმწიფოს დაშლა რეალურად. ამიტომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში თუ მოხდება ცვლილებები, რეჟიმის ჩამოშლა, მაგის შემდეგ უკვე რეჟიმის ჩანაცვლება შეიძლება მოხდეს ახალი ხელისუფლებით და ამით რეალურად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რომ არ დადგეს. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა. გავაგრძელებთ ცხადია ამ თემის ანალიზს და დაკვირვებას თქვენთან ერთად, შესწავლას ამ საკითხების და საუბარსაც ამ საკითხებზე ცხადია. ახლა კი გთავაზობთ, რომ ერთად ვუყუროთ ანალიზს, რომელიც უკავშირდება უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებას, მნიშვნელოვანს და დარტყმებს რუსეთის სიღრმეში. სერიოზული განვითარება არის იქ და ეს ანალიზი ჩემი აზრით ვისაც დანახი არ აქვს, ძალიან დააინტერესებს.